ქართულ ოცნებას გრანტების შესახებ კანონში მორიგი ცვლილებაში აქვს, რომელიც დიპლომატიური წარმომადგენლობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემულ გრანტებს შეეხება. როგორც კანონ პროექტის განმარტებით ბარათში წერია, გრანტად აღარ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლებისთან უცხოური პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს და უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას უკავშირდება. ქართული ოცნება და მისგან გამოყოფილი ხალხის ძალა ცვლილებას დაზუსტებას უწოდებს. მათივე თქმით, გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში საუბარია თანხებზე, რომელიც თავად საელჩოებს, საკონსულოებს და დიპლომატიურ წარმომადგენლებს თავიანთი ქვეყნებიდან ერიცხებათ. დაზუსტება ხდება და ხაზგასმა ხდება იმისი, რაც ისედაც გათვალისწინებული იყო, რომ უცხო ქვეყნის საელჩოები იქნება, თუ საკონსულოები იქნება, როდესაც ისინი მიიღებენ კონკრეტულ თანხებს თავიანთი საქმიანობისთვის, რაც ვენის კონვენციით არის გათვალისწინებული თავიანთი ქვეყნებიდან, რა თქმა უნდა, ეს თანხები არ ხდება გრანტების კანონით გათვალისწინებულ თანხებში და ეს არის უბრალოდ დაზუსტებული, რომ არავის არ ქონდეს რაღაცის, ასე ვთქვათ, სხვანაირად წარმოჩენის საშუალება. ჩვენ როგორც გვაქვს ინფორმაცია ამ კანონ პროექტის ინიციირების ავტორებისგან, ისედაც წერია ეს ზოგადად კანონში, რომ თავად საელჩოებს, საკონსულოებს, ანუ დიპლომატიურ წარმომადგენლებს, რომლებთაც ერიცხებათ თანხები თავიანთი ქვეყნიდან, აი ამაზეა საუბარი სწორედ და არა მათ მიერ გაცემულ გრანტებზე, რა თქმა უნდა, რომელიც თავისთავად მოხდება აი ამ კანონის რეგულაციის სფეროში. მაგრამ უბრალოდ, როგორც გითხრეს, ინიციატორებმა ხდება დაზუსტება და არა რაიმე ცვლილება ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ის საელჩოები, რომლებიც მიიღებენ თავად და ეხლა უცხო თავისი ქვეყნიდან მიღებულ თანხებს საელჩო თავის თანამშრომლებთან დაკავშირებით რომ გამოიყენებს, გასაგებია რომ ეს მისი ასე ვთქვათ მიზნებია და ეს რა თქმა უნდა არ ეხება იმას, რომ ეხლა მის მიერ გაცემული გრანტები არ მოხდეს ამ კანონის რეგულაციაში. რატომ შედის გრანტების შესახებ კანონში ცვლილება, ამ საკითხზე ოპოზიციაში განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ლელო ძლიერ საქართველოში მიიჩნევენ, რომ ახალი ინიციატივა ოცნების ეგრეთ წოდებულ deep state-თან დამარცხების დადასტურება. კოალიცია ცვლილებისთვის კი ფიქრობს, რომ ოცნება ამ გადაწყვეტილებით არანაირ დათმობაზე არ მიდის. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ქართული ოცნება deep state-თან მარცხდება და ჩვენ ძლიერი საქართველოს ლელო პირობას გაძლევს, რომ ყველა კანონი, რომელიც არის ანტიდემოკრატიული, ანტიქართული, ანტიეროვნული და ანტიკონსტიტუციური, აუცილებლად იქნება გაუქმებული და ამ ქვეყანაში დამკვიდრდება დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღე. თავარი ამოცანა არის ის, რომ ფაქტიურად ქართულმა ოცნებამ არა მარტო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შეუშალა ხელი თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში. ფაქტობრივად ისინი ვერ ატარებდნენ კონფერენციებს, შეხვედრებს, ვერ იწვევდნენ სტუმრებს, ვერ უზრუნველყოფდნენ დაცვის სამსახურებს და ასე შემდეგ. და ეს მათ ხელს უშლიდა და თითქოს ოცნებამ ესე ვთქვათ დააზუსტა თუ ვერ ეხებოდა ეს კანონი. ეს არის და ეს ოცნება არანაირ დათმობაზე არაპირებს როგორც ჩანს წასვლას დიკონსტიტუციური და რუსული კანონების გაუქმება. რა თქმა უნდა, გრანტების კანონში ეს მუდმივი ცვლილებები მიუთითებს იმას, რომ ივანიშვილს სურს ერთი მხრივ რეპრესიები ბოლომდე მიიყვანოს, საბოლოოდ განადგუროს სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია, თუმცა ამავდროულად ისაწყდება უამრავ დაბრკოლებას ამ გზაზე. სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია არ ტყდება, მათ შორის აგზელებს ზეწოლას საერთაშორისო საზოგადოებას, ის არაპირებს მიატოვოს ქართული საზოგადოება, ამიტომაც მათ უწევთ ხან დამძიმება ამ კანონის, ხან შემსუბუქება და მუდმივად ამ ასე ვთქვათ ინიციატივების შეტანა და ცვლილებების შეტანა კანონში. საბოლოო ჯამში ყველა ეს კანონი უნდა გაუქმდეს და უნდა დაუბრუნდეს საქართველოს ისევ ევროპული ინტეგრაციის გზას და ისევ სამართლებრივი აი ამ სახელმწიფოს პრინციპებს. რაც შეეხება გრანტების ამ კანონის ცვლილებას, მე როგორც ვიცი, საერთაშორისო სამართლის ნორმებთან არ მოდიოდა თანხმდროში უბრალოდ რაღაც კონკრეტული დეტალი და ეს შეცვალეს და არანაირი სხვა რამე სერიოზული ცვლილება ამ გრანტებთან დაკავშირებით არ ყოფილა. ქართულმა ოცნებამ გრანტების შესახებ კანონში ბოლო ცვლილებები 2026 წლის 4 მარტს მიიღო. ახლა მოქმედი კანონით გრანტად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციისგან, უცხო ქვეყნის მთავრობისგან, სხვა ქვეყნის მოქალაქისგან მიღებული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ხელისუფლებაზე ან საზოგადოებაზე ზეგავლენის მიზნით ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ. ასევე გრანტად ითვლება ისეთი საქმიანობისთვის გამოყოფილი თანხა, რომელიც ოცნების შეფასებით
შესაბამისად უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს. გარდა ამისა, გრანტად მიიჩნევა უსასყიდლო და ანაზღაურების სანაცვლოდ პოლიტიკური ინტერესების შესასრულებლად გაწეული ტექნიკური დახმარება და სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობისთვის გადაცემული სახსრები. გრანტების მიღებას ოცნების გადაწყვეტილებით მთავრობის ან უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. კანონის მოთხოვნების დარღვევა ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კანონ-პროექტში შესატანი ახალი ცვლილებები გაჩქარებული წესით განიხილება და მისი პირველი მოსმენა 8 აპრილს იურიდიულ კომიტეტზე შედგება.